იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ სოფელში ერთი ალალმართალი და გამრჯე კაცი ცხოვრობდა. ერთი ძროხა ჰყავდა და საბალახოდ უშვებდა ხოლმე. ძროხა სიმარე-მარეში ყველანადირი იცნობდა და პატრონის შიშით ახლოს არც ერთი არ ეკარებოდა. კაცი არხეინად იჯდა შინ, თლიდა კომბლებს და ჭერში აწყობდა. ამიტომ ხალხით სახელად კომბლეს ეძახოდა. ერთ წელიწადს ძროხა ბერწად დარჩა. კომბლე მიფიქრა, ამ ბერწს ძროხას რა უნდა გამორჩე, მოდი, გავყიდი და სამაგიეროდ ცხვრებს ვიყიდი. წაიყვანა ძროხა ბაზრობაზე და აატარ-ჩაატარა. ბერწი ძროხა რა თქმა უნდა მსუქანიც იქნებოდა და ყასპებს დანახვისთანავე თვალები ზედ დარჩათ, მაგრამ ფასის მიცემა დაენანათ და ერთმანეთში მოილაპარაკეს. მოდი ამ ტეტიას შარი მოვდოთ და თხის ფასად გავაყიდინოთო. მივიდა ერთი ყასაბი კომბლესთან და ჰკითხა. ძმობილო, რა ღირს შენი თხაო? კომბლე გაბრაზდა. შეოხერო, თხას სადახედავ ძროხაო. ყასაბმა უთხრა, თხა არისო. ძალს კომბლე, ძალს ყასაბი. ბოლოს ყასაბმა უთხრა, რა კი შემიარა გჯერა, აი ხალხს დაუძახოთ და ვკითხოთო. დაუძახა ყასაბმა თავის მეგობარ ყასპებს და ჰკითხა. ხალხნო, სამართალი გვიყავით, გაგვაგებინეთ ეს თხა არის თუ ძროხაო? რა თქმა უნდა თხა არის, ჩვენ აქ ძროხას ვერსად ვხედავთო, მიუგეს ყასპებმა. მიუბრუნდა ყასაბი კომბლეს და უთხრა, აი ძმობილო, ხომ გესმის ეს პატიოსანი ხალხი რას ამბობს, მე თუ არა ამათ მაინც დაუჯერეო. გადაირია კომბლე, მაგრამ იმდენ ხალხთან რას გახდებოდა. ადგა და მიჰყიდა ძროხა თხის ფასად. გამოართვა ყასაბის ფული და უთხრა, რა კი ეს ჩემი ძროხა თხა ყოფილა, მაშინ სამართალიქენით და ანდაზის არ იყოს, თხის პატრონს თხის კუდი მაინც მარგუნეთო. ჯანდაბას წაიღოს კუდიო, თქვა ყასაბმა და გადაუგდო, მშვიდობაში მოგახმაროსო. წამოვიდა შინ კომბლე დაღონებული, დაჯდა კერასთან და დაუწყო კომბლებს თლა. თან გულში ყაზბის ჯავრი ჰქონდა და სულ იმის ფიქრში იყო სამაგიერო როგორ გადაეხადა. ერთ დღეს კომბლემ გაიგო, ყასაბი ძლიერავად გამხდარაო. მაშინვე ჩაიცვა ექიმის ტანის ამოსი, გაიკეთა წვერი რომ არ ეცნოთ და წავიდა. მივიდა ყაზბის სახლში და მის მოსამსახურეებს უთხრა, თქვენს ბატონს მე მოვარჩენ. ოღონდ ჩემი წამალი ძალიან ძლიერია. რომ დავალევინებ, ოფლს მოადენს და ყვირილს დააწყებინებს. მიშველეთ მომკლესო, მაგრამ თქვენ არ შემოხვიდეთ და კარები არ გააღოთ. თურმე ოფლზე ნიავი დაჰკრავს და უარესად გახდება. ან შეიძლება ვეღარც კი გადარჩესო. შეუშვეს მოსამსახურეებმა კომბლე ყასაბთან და კარები გარედან გადაკეტეს. მივიდა კომბლე ყასაბთან, მაჯა გაუსინჯა და უთხრა, აბა გაიხადეო? ყასაბმა რა თქმა უნდა კომბლე ვერ იცნო. მართლა ექიმი ეგონა და მაშინვე გატიტულდა. კომბლემ გამოიღო უბიდან ძროხის კუდი. დაანახვა ყასაბს და ჰკითხა, ეს რისი კუდიაო? რა თქმა უნდა ძროხისაო, მიუგო ყასაბმა. ახლა გახდა ძროხისაა? აბა მაშინ რაც წამართვე თხის ფასადო. უთხრა კომბლემ, გამოიღო შვინდის კომბალი და მისცხო და მისცხო გვერდებში. ბოლოს რომ ვეღარ გაუძლო კომბლეს კომბალს, შეეხვეწა. ოღონდ ნუ მომკლავდა იმ ძროხის ფულს ორმაგად გადაგიხდიო. ამოიღო ოქროს ფულებით სავსე ქისა და მისცა. კომბლემ მხოლოდ თავისი ძროხის საფასური აიღო. დანარჩენი უკანვე მიუგდო და წამოვიდა. იყიდა 4 ცხვარი და მირეკა შინ. მეორე დილით გაუშვა ცხრების საძოვარზე და თან დაარიგა. თუ მგელი ან სხვა რომელიმე მტაცებელი შეხვდათ, უთხარით კომბლესი ვართქო და ჩემი შიშით ახლოს ვერც ერთი ვერ გაგეკარებათო. ცხრები გამოუცდელები იყვნენ, შეხვდნენ საძოვარზე და სრულიად უცხო ადგილზე გავიდნენ. შემოხვდათ მელია და ჰკითხა, ცხრებო, ვისი ხართო? კომბლესიო, მიუგეს ცხრებმა. კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებსა თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხობსო. ო, ეგ თქვენი კომბლე რაღაც ძალიან საშიში კაცი ჩანსო, თქვა მელიამ და უკან მოუხედავად მოკურცხლა. იარეს ცხრებმა, იარეს და ახლა მგელი შემოხვდათ. ცხრებო, ვისი ხართო? ჰკითხა მგელმა. ვისი და? კომბლესიო. ეგ კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებსათლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენს შეგვჭამს, თავში ჩასცხობსო.
შეშინდა მგელიც. რაღაც ძალიან საშიში ჩანსო. თქვა და იმანაც უკან მოუხედავად მოკურცხა. იარეს კიდევ ცხრებმა. იარეს და ახლა დათვის შემოხვდათ. ცხრებო, ვისი ხართო? ვისი და კომბლესიო? კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია. კომბლებს ათლის, ჭეში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასხობსო. მე თქვენი კომბლე არ ვიცი, შიერი ვარო. გაეკიდა ცხრებს და 4-ვე ცხვარი ცოცხლად გადაყლაფა. საღამო ხანზე უცადა კომბლემ თავის ცხრებს. უცადა და რომ აღარ დაბრუნდნენ, ჩამოიღო ერთი ყველაზე დიდი კომბალი, გაიდო მხარზე და წავიდა საძებნელად. იარა კომბლემ, იარა და შემოხვდა მელია. მელიაო, ჩემი ცხრები ხომ არსად გინახავსო? ჰკითხა კომბლემ. არა, რჯულის მადლმაო, მიუღო მელიამ. აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყავიო. დაკრიჭა მელიამ კბილები და ენაც გამოყო, მაგრამ არც კბილებსა და არც ენაზე სისხლის ნატამალი არ უჩანდა. დაანება კომბლემ მელიას თავი და წავიდა. იარა და ახლა მგელი შემოხვდა. ჩემი ცხრები ხომ არ გინახავსო? ჰკითხა კომბლემ. არა, რჯულის მადლმაო, მიუღო მგელმა. აბა კბილები დაკრიჭე, ენა გამოყავიო. დაკრიჭა მგელმა კბილები და ენაც გამოყო, მაგრამ ენაზე სისხლი არ ეცხო და კბილებში ჩიჩია არ უჩანდა. კომბლემ მგელსაც თავი დაანება და წავიდა. იარა და ბოლოს დათვის შემოხვდა. ჩემი ცხრები ხო არ გინახავსო? ჰკითხა კომბლემ. არა, რჯულის მადლმაო, მიუგო დათმა. აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყავიო. დაკრიჭა დათმა კბილები და ენაც გამოყო. ენა სისხლიანი ქონდა და კბილებში ჩიჩია უჩანდა. აი, შეღორმუცელა ქოფაკო, დააშკვილა კომბლემ და მისცხო გვერდებში კომბალი, წამოაყრევინა თავისი ცხრები და იმდენი სცემა, სანამ სულ არ მიამკვდარა. ნეკნებ ჩალეწილი დათვი ადგილზე დატოვა, გამოირეკა ცხრები და შინისაკენ გამოსწია. ეს ამბავი მთელმა სამხეცეთმა გაიგო და კომბლებს ცხრებს შიშით ყველა განზეულიდა. ცხრები თავისუფლად დაბალახობდნენ და მრავლდებოდნენ. ბოლოს ისე გამრავლდნენ, რომ მთაბარი სულ თეთრად გადაპენდეს. ერთხელ იმ მხარეში ქრისტე ღმერთმა ჩამოიარა. ნახა ეს ამდენი ცხვარი და თქვა: მოდი ერთი ამ ცხვრის პატრონს ვეწვევი და ვნახავ რა კაცია. აბა თუ ამ სიმდიდრი შესაფერი გულუხვებაც ააქვსო. გადაიქცა მათხოვარა ბერიკაცად, მიადგა კომბლეს და სთხოვა. უსახლკარო კაცი ვარ და ერთღამეს შემიფარეო. კომბლე ხელგაშლით შეეგება, მობრძანდით სტუმარი ღვთისააო. დაუკლა ცხვარი. კარგა გაუმასპინძლა და ბუმბულის ლოგინში დააძინა. მეორე დილას ადგა ქრისტე ღმერთი და უთხრა: რა კი ასეთი კეთილი კაცი ყოფილხარ და ცხრები და კომბლებიც ასე ძლიერ ყვარებია? მე შენ ერთ ისეთ კომბალს გაჩუქებ, რომ რასაც ეტყვი, ყველაფერს აგისრულებსო. ცხრების ნახვა თუ მოგინდება ეტყვი: კომბალ, შენ სამზესა, შენი გამომცემლის მზესა. წადი, ცხრები მომირეკე, ბატკანიც არ დააკლდესა. წავა და იმ წამსუკლებლივ მოგირეკავსო. ხოლო თუ ვინმე გაგაჯავრებს, მაშინ უთხარი: კომბალ, შენ სამზესა, შენი გამომცემლის მზესა. წადი, ჯავრი ამომყარე, ნუ შეარ ჩემ თმას დაწვერსა. და ისეთ დღეს დააყრის, რომ თავბეცი წყევლიდესო. გამოიღო იღლიიდან კომბალი და მისცა. ამ დღიდან კომბლე ცხრების დასახედად ერთხელაც აღარ წასულა. როცა თავისი ფარების ნახვა და დათვალიერება მოუნდებოდა, აიღებდა კომბალს და ეტყვადა: კომბალ, შენ სამზესა, შენი გამომცემლის მზესა. წადი, ცხრები მომირეკე, ბატკანიც არ დააკლდესა. წავიდოდა კომბალი, დაუვლიდა სათავეს და ყველა ფარას უკლებლივ მიურეკავდა. კომბლე გადახედავდა, დაითვლიდა ნამაც და ისევ საძოვარზე გაუშვებდა. ცხვარი კი მრავლდებოდა და მრავლდებოდა. იმ ქვეყნის ხელმწიფე მეტისმეტად გულხარბი და შეუბრალებელი იყო. ვისაც კი ცოტა ქონებას დააგულებდა, შეუსებდა თავის ნაზირვეზირებს და წაართმევდა.
ხალხი შიშით საქმეს ვეღარ აკეთებდა და არც ქონება ცხოვრებას იძენდა. გაიგო ხელმწიფემ ჩემ სამფლობელნოში ერთ კაცს უთვალავი ცხვარი ხოლიაო და მაშინვე ნაზირ ვეზირები გაგზავნა სულ ერთიანად წაართვით და მომირეკეთო. წავიდნენ ნაზირ ვეზირები, გამოირეკეს მთელი ცხვარი და მოურეკეს ხელმწიფეს. გაიგო კომბლემ, ჩემი ცხვარი ჩვენს ხელმწიფეს გაურეკინებიაო. აიღო ქრისტე ღმერთის ნაჩუქარი კომბალი და წავიდა. მივიდა ხელმწიფესთან, დაუკრა თავი, როგორც ხელმწიფეს ეკადრებოდა და სთხოვა, ჩემი ცხრები დამიბრუნეო. განრისხდა ხელმწიფე. შენც ჩემი ხარ და შენი ცხრებიც. როგორ მიბედავ ასეთ თხოვნასო და ვეზირებს უბრძანა. ახლავე გაატიტულეთ 100 არგანი ჰქარით და დილეგში ჩააგდეთო. ვინ ვისახ კრავს ასარგანს, ახლავე დაგანახვებო, თქვა გულში კომბლემ და თავის გრძნეულ კომბალს უთხრა. კომბალ, შენ სამზესა, შენი გამომცემლის მზესა. წადი, ჯავრი ამომყარე. ნუ შეარჩენ თმას და წვერსა. დაატრიალდა კომბალი და ერთი წუთის განმავლობაში ბოროტი ხელმწიფე და მისი ნაზირ ვეზირები მკვდრები დაყარა. ხალხმა გაიგო ხარბი ხელმწიფის სიკვდილი და სიხარულით ცას ეწია. მთელი ქალაქი სასახლის ზეზოში შეიკრიბა, ხელმწიფისა და მისი ვეზირების გვამები გადაყარეს და ხელმწიფედ კომბლე დააყენეს. კომბლე დღესაც ტახტზე ზის, ისევ თლის კომბლებს და ჭერში აწყობს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.